რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვილს და ზოგადად ბავშვს ზედმეტმა ჩათბუნებამ. მეგობრებო, ადამიანს გააჩნია ორი სასუნთქი ორგანო. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ფილტვები და მეორე, რა თქმა უნდა, კანი. კანზე არის განლაგებული მილიონობით მიკროსკოპული ფორი, რომლის საშუალებითაც კანი სუნთქავს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ვერ ვუზნობთ, მაგრამ კანი სუნთქავს. როდესაც ჩვენ ჩვილს 1, 2, 3, 4 თვის, თუნდაც 1 წლის და წინახევრის ზედმეტად ვათბუნებთ, ზედმეტად ვფუთავთ, აი იმის შიშით რო არ გაგვიცივდეს ვაიმე, რაღაც არ დაემართოს, არ გაიყინოს, ჩვენ ძალიან ვაზიანებთ და ძალიან უარყოფითად აი ეს ზედმეტი შეფუთვა მასზე მოქმედებს. ბუნებრივია, ეს ფორები ვერ სუნთქავს და იქნება ერთგვარი ვაკუუმი, მეგობრებო. ევოლუციის თვალსაზრისით შევხედოთ, ადამიანები გასულ საუკუნეებში ბუნებრივია უფრო აქტიურად სუნთქავდნენ აი ამ მეორე პასიური სასუნთქი ორგანოთი, მაგრამ დროთა განმავლობაში იცვლება ყველაფერი. ადამიანები მივეჩვიეთ კომფორტს, ფიზიკურად აღარ ვიღლებით, აღარ მოფლიანდებით და აი ეს სასუნთქი ორგანოც, რა თქმა უნდა, ასე თუ ისე მოდუნებულია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ჩვილების შემთხვევაში ჩვენ შევფუთოთ და ხელოვნურად მოვადუნოთ აი ეს სასუნთქი ორგანო. მეგობრებო, რო ჩატარებული იყო ალბათ კონკურსი, საქართველოს პირველ ადგილს თუ არა 5 ევროში მაინც მოხდებოდა აი ამ ხრივ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოყავთ ჩემთან პატარები დათვალიერების მიზნით და აი იმ დონეზე შეფუთულები არიან ჩვილები, რომ უბრალოდ 5 წუთი უნდებათ მშობლებს რომ გაათავისუფლონ აი ამ ნივთებისგან, რაც აი ბავშვებზე არის ასხმული. ასე რომ, მეგობრებო, გაითვალისწინეთ რეკომენდაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერფი იყოს ღია მაქსიმალურად ხელი წინა რო ეცვა, სასურველია ეს იყოს ბამბის უნებრივი. ასევე ძალიან ხშირად ფეხისადმის პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ფეხში შველი შეეხონ ზედაპირს, ქვიშას, კენჭებს, მინდორს, თუნდაც ლამინირებულ ზედაპირს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან უამრავი რეცეპტორია განლაგებული ტერფის ქვედა ნაწილში, რომელიც სენსორულად აღიქვამს ინფორმაციას და ბუნებრივია გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს რეცეპტორები, მეგობრებო, საჭიროა, რო არ ყოფილიყო საჭირო, არც გვექნებოდა მგზნობელობა საერთოდ ფეხის გულში არ გვექნებოდა, რო არ ყოფილიყო ეს საჭირო. ასე რომ, არანაირი გაციება აქედან არ მოდის, ეს გამორიცხულია. ისია მოწყობილი თერმორეგულირების პროცესი, რომ როგორც კი პატარა აი ცივ ზედაპირზე ადგავს ფეხს, გემოდინამიკა ბუნებრივია აქტიური ხდება და არანაირი საფრთხე აქედან არ მოდის. ასე რომ გაითვალისწინეთ, მეგობრებო, დაიწყეთ ჩვილების ფიზიკურ განვითარებას ზრუნვა პირველივე თვიდან და პირობას გაძლევთ, არაჩვეულებრივი იმუნიტეტი ექნებათ და რა თქმა უნდა ფიზიკურად ძლიერებიც იქნებიან სამალოთ. გისურვებთ წარმატებებს.